ჩამოდი საღამო მშვიდობის ვიფასებო კევს მიცემა მაგცა დავისტუმრებ გეგა მოდი ერთი შენ შეგისრული ხო კაი გოგო ვარ ერთი მოვიტანეთ დღეისთვის ერთი ხვალისთვის შენია თუ ყველა და რვეულებიც შენია პასტები უყიდე 4 და ქართულის და მათემატიკის რვეულები შენია 4-ვე წაიღე პასტაც მოგდეს ყოველი შემთხვევისთვის წინასწარ ვიცი ხოლმე ყიდვა და ეს ჩემთვის ვიყიდე ძალიან მინდოდა ეს ძალიან ადვილად დავამთავრეთ და აი ეს ჭხირი ჩვენ და აცდა მიხედია ჩეკზე ცოტა არ იქნება ვიცი 45+4 ლარი 59 ლარი 50-მდე რა მიყიდეს ქლორი და იეტისი ანუ მჟავა და ესეთი ქლორი ერთი მჟავა და ასე წაიღე და მე დავდრა იმაზე სარეც მანქანასთან დადე მაკარონები ვიყიდე ერთი სპაგეტი და მეორე აი ესე მაკარონი ძვირფასებო აი ამ სულ სპაგეტთან დაკავშირებით მიწევს ყოველთვის ახსნა და განმარტება ხო დედა გაგიხსნე ამ ყველაფერს მე საერთოდ მაკარონს ვეძახი სპაგეტს არც ერთს არ ვეძახი კერძს ტომატით ხახვით და რაღაცეებით მომზადებულს ამას რო ვაკეთებ იმ კერძს ვეძახი და სპაგეტს ვიცი გრძელით მომზადებულს ვეძახით და ამას უფრო თქვენ სპაგეტს მაგრამ მე მომზადებულს ვეძახი სპაგეტს გამიგეთ ეხა მე მიყვარს სპაგეტი სადაა წერია ამას სპაგეტი მაკარონის ნაწარმი აწერია ისე მაკარონის ნაწარმი მოკლედ მგოდე ხმას ჩაუწიე დედიკო ცოტა ხო ორივე მაკარონია ეს მე გითხავთ ამეკითხებით მაგრამ და ეს ვიყიდე ეს როულები რა ღირდა არ ვიცი იმას 9 ლარი ეს სადღაც 3 ლარი პასტები 5.5 იყო ისიც 9 ლარი მე მგონი 10 თუ არა ის 6 ლარი კოლორი და ის ხალხო რაც არის იეტისი და რვეულები კევები ლარნახევარი ერთი ის პატარა ფანტა 2 ლარი მოკლედ ეს სხვა რამეზე წავედი და კარტოფილი უნდა შევუწვა გეგამ ცხელი კარტოფილი მინდა ეს იგი შემწვარი უნდა ხო ვიცი რომ ეს კარგი არ არის სუსტად ისე გამოდის მე გამოვდივარ ნარკომანით აი რო იციან რომ არ არის კარგი და მაინც რომ იღებენ თავს ვერ ანებებენ აი ესე გამოდის
ეს მეორე იმიტომ მოვიტანე, რომ დღეს გამორიცხულია ისე არ დაჯდებოდნენ ესენი, რომ არ დაელიათ გაზიანი. ხუდი რატო გაგსახში? So much. იატაკზე არაფერი არ დააგდო. კარგი? ადა. შენ გეხება ის ყველაზე მეტად, დედიკო. კარგი, გასარეცხი და რამე არაფერი არ მაქვს. მხოლოდ კარტოფილს გამოვიტანე ხა და შევუწყო ამ ბავშვის. აი. ამ კაფეს გავავლებ. იმიტომ რომ ცოტა ფრინიანი ვით არის. პერაშკები რო შევუწვი და ფქვილიც დავამთავრე, ხო? ეს ვიყიდე კიდე. ეს დამეკარგა, ვერ ვიპოვე და ეს ვიყიდე, სულ 100 სანტი მაქვს გამოსაყენებელი და მაგიტო მეზარება. კარი, ამას ჩავდე. პურზე მუხას უნდა ვუთხრა. მოიტანე მეთქი. ხო, დაიცა ფილტრს გამოვცვლი მე 1 წუთი. წყლისას, იმიტომ რომ არ მოდიოდა კარგად და თურმე როდესაც გამოსაცვლელია, მაშინ არ მოდის. ვაიმე, როგორი ქვიშიანი. აიყვეთ. აქ არ ვიცი სხვებს უყენიათ თუ არა. მე ვისაც ვიცნობ იმათ ვიცი რომ არ უყენიათ. და სულ ვეუბნები ხოლმე რომ დააყენონ იმდენად ქვიშიანი წყალი მოდის. ხალხო. და როგორ ვიყავით რომ ამას ვსვამდით ჩვენ მაინც. ასე უნდა მე მგონი. ერთხელ არ გამიკეთა მუხა მეს და მომიწია რომ ჩემით გამეკეთებინა, მაგის მერე არის რომ ვიცი. მე ვერ ვიტან ხვეწნას. ადამიანს რაღაცას რო ვთხოვ, მიყვარს რომ უცებ ადგება და გააკეთებს, აი, იმის ბრალიც იყო. ხო და მან არ გააკეთა უცებ. ამიტომ იყო რომ მე იმას ვქენი. გავაკეთე. დილით იმდენი რამე გავრეცხე. გავამშრალე და ისინი კიდევ ალაგე, მაგრამ ესენი მერე და 1 კილა მაქვს კიდე გასარეცხი. კომპოტი ასხია და გარეთ დევს. და გასარეცხი მაგი უნდა გადავასხა, წითელი ხანი არის ცოტა დარჩენილი და გარეთ ვდებ მე სიცივეში, იმიტომ რომ აქ არ შედის ჩემ მაცივარში სამიანი კიდები. იმის დასვა კიდე მენანება. დოქები ხო მაქვს ისეთ კიდე. 2 მაქვს, ბევრი არ მაქვს, მაგრამ მაქვს 2 ცალი. და ისინიც არ შედის ძლივს, ძალით ვატებ. ამ ტაფას სპეციალურად არ ხეხავ, რომ იმ სითხისის გაჩვენოთ შედეგი. და ხეს ეხა კარტოფილს რო შევწვა, კიდე ცოტა ხო დაიზეთება და გამოიწვება ეს გაჩვენებთ ეხლა რაზეც გეუბნებით, იმას აცილებს ძალიან მაგრად გაჩვენებთ ეხლა. და ის მინდა რომ გაჩვენოთ.
და არანაირი რეკლამა და არავინ არაფერს არ მიხდის იმაში. უბრალოდ მინდა რომ იცოდეთ, თორე აი ამებს. და აქ კიდე რამე თუ აქ ყველაფერს აცილებს, ძირფეს რადგან უნდა იყოს ცხელი. ის მინდა რომ გაჩვენოთ დღეს ეხა კარტოფილს რო შევწოვდეთ ხომ უნდა გავრეც ხო და მაშინ გაჩვენებთ იმასაც. ეხა მოვიტან ერთი წუთი კარტოფილს. ასე მალე დალიეთ? ვინ დალია? ის ყველა? მართლა იმან დალია დედიკო? მეც ცოტა დავია. აი, მეგონა მარტო იმან დალია. ადას არ დაალევინეთ? ხუდი რა დგინდა სახლში? ნახე ხათმარას გიგავს მერე. არა, ხუდი მინდა სახლში. მე. მოკლედ, ნათია ყავდა ჩემი მეგობარი გოგო და მეუბნება რომ ის ყვავილები როგორმე აქეთ წამოიღეო სინათლეზე. იქო გაგიფუჭდებაო და აქ ხა ადგილიც არ მაქვს. ხო და უნდა ვეძებო ადგილი. იქეთ როგორც მედო და როგორი კაია ყვავებული მქონდა, არ დაფუჭებულა და რამე, მაგრამ იქ გირჩევო რომ აქეთ გადმოიტანო სინათლე უყვარსო მაყვალოსო და იქ იმის მოცემულია ყველა ყვავილი იმან მაჩუქა. თვითონ ყიდულობს თუ რამე მოეწონება და მერე თვითონ გაახარა და ესე მე მაჩუქა. ჩემს დასაც აჩუქა კახელს. სამუდოთ ამას რო გავრეცხა ლაივის ჩართვა მინდოდა სიმართლე რო გითხრათ. არ ვიცი ფიქრობ ჩართო არ ჩართო. მუხაც მოვაწი. ბავშვებო! გოდერო, უხანი. გაჩადი. გეგა, ვიდეოს ვიღებ და არ მინდა რომ იხმაურო. მოდეიტოს? კარტოფილს შევწოვ, გეგა მთხოვა, ხა შეწავ შენ. კი. ის კარტოფილი მოითხოვა ბავშვმა. ვინ? გეგა, გაუბრასები თუ აწვალებ? აქეთ მოდი მაშინ შენ ჩემთან და ის დატოვე იქ. აბა რაც გმუტუნებს. არ ვიცი. What did you turn off the TV? დედიკო, გოდე ხელს ნუ იქნევ მასე და რა უნდა კითხე დაიას. რა გინდა და? ხალცეკვა. ეს დღესასწაულები მორჩებაო და მე შემეხმიანეთო გითხრა იმ კაცმა. კინგბოქსზე. მეთმა ქნას რომ ისეთი დღეები იყოს, რომელიც არ აქვს გოდეს გადატვირთული. ორშაბათს 5 საათამდე თავისუფალია. 5-ზე აქვს ცეკვა. ხო და ორშაბათი დღე მაწყობს მე მაგალითად. სამშაბათს 3:30 მოკლედ 4 საათამდე არ ცალია. დანარჩენი დროს ცალია.
არა იქნება კი ყველაფერი ჩემ გემოზე. არ მგონია რაღაც. კაი. ხო. რაც თქვენისთვის. მოკლედ Facebook-ზე ვიდეოს გადაღება დომებია ვერტიკალურ მდგომარეობაში ტელეფონი რო გეჭიროს. ეხლა მე რო ჰორიზონტალურად ვიღებ, მსგავსად გადაღებული ვიდეოები არ ვარ გათურმე იქ Facebook-ზე. და რამეს ვიღებდი მეთქი ეხლა სპეციალურად თქო არა ძველი ვიდეოები. ძველ ვიდეოებს ვდებდი, რასაც ვნახულობდი. რა გინდათ, სულ მაგ მაცივართან ვიცოდე ნეტა. ერთი ცალიკები გამიხსენი და მომეცი მეც. ასეთი ჯემპრი რომ მქონდა, სტაფილოსფერი. მუხლანი გამიხია. წუხებს სპარინგობდით და მოკლედ ისე მოკაჩარო. აი ეს ერთგანო გაირღვეს. ესეც ოღონდ გავკერე სადღაც. აი აქ. ერთხელ თუ გაირღვა, მერე всё. მიყვება და ის თლად გაირღვა. ემუზე ვეძებე 13 ლარად ვიპოვე. ვეჯუჯღუნე, იმდენი ვეჯუჯღუნე გამოვაწერინე წუხელ. წუხელ გამიხე, წუხელო გამოვაწერინე. რომ მოგერებიო მერე მეჩხუბებიო აგერ. ანუ მართლა ეგრეა ვებუტები თუ მომერევა. ხოდე დამიპაუზეთ ერთ-ორე ძალიან დიდი ვიდეო გამომივა. აი ბიჭი ხარ. ვიხმარიებ გოდეს. ბევრიკები ერთად არ ჩაიდო პირში. იმიტომ გიყიდეთ თითო რომ ცოტა ხანი გქონოდათ. ყველა ერთად კი არ უნდა დაღეჭოთ. რა არის მეგეკა? მეგეკა. იმედია საკმარისი იქნება. იმიტომ რომ ვერაზროს ვერ გამოვზომე, რომ ცოტა ბევრი შევწვა. სპაგეტი. გიგეკეთებ მე ეხა. ეხა დედიკო კარტოფილს შევჭამთო თქვენ არ მითხარით მე თქვენ. ხო მითხარით კარტოფილს შევჭამთო, კარტოფილი გვინდა ოცხელი. და შედა ის. ეს ყვითელია? დადე. დადა. ეს ყვითელი ნავხეა. ნავხე არა, ვნახე. დედიკო,
ეს ყვითელი უკვე ნახელა. ვნახე. დედა. ხო დედა. ეს უკვე ქონდა არა. უკვე არ მქონდა, წითელი მქონდა და ვერ პოულო. მე მგონი თქვენ გამოიმავსქენი დავმალე და ვერსად ვერ მივაგენი. მეორე აგელა. მეორე. ჯერ მეორე ყვითელი. სულ დავმალე ასანთები და ეს ჩაის, ეს სპაგეთის. მოკლედ რაღაც მაგ ძვირფასებო გეგმაში. ჩემი განსაკუთრებული ჰეითერი თლად გაგიჟდება მაგი რომ გამომივიდეს მე და გავაკეთო. ხო და კი არ მინდა რომ გაგიჟდეს, მაგრამ ძალიან მინდა რომ გავაკეთო და ისე გამომივიდეს. მაგისთვის არის რომ ეხლა თებერვალში ამ თვეში არ დამრიცხვია მე არაფერი. სხვას ვერ გადავედი. 60 ევრო მაქვს მე მგონი. ისიც თუ მაქვს ზუსტად არ მახსოვს რა და თებერვალში ეთბაშად ავიღებ. ხო და ის მინდა ჩემთვის. ჩემი დაბადების დღისთვის მინდა მაგი. ჩემს თავს გავახარებ. საჩუქარს არ გულისხმობ რამეს. ნივთი და რამე არ არის. თქვენც მოგეწონებათ ვფიქრობ. ვინც გულით მიყურებთ და ვისაც ჩემთვის კარგი გინდათ, ვფიქრობ რომ მოგეწონებათ რომ ერთითხით ჩემს თავს საჩუქარს გავუკეთებ მსგავსს. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება რომ გამოვიდეს. მოკლედ ესე. თან ხომ გთხოვეთ გამოიწერეთ მეთქი ლანას family vlog. აი, ის გოგოც იქნება ჩემთან. ბავშვები, ეხა ვინც გამოიწერეთ ბავშვებს ხო ნახულობთ, მაგრამ დედიკო ხო არ გინახიათ ჯერ. ხო და ის გოგოც იქნება ჩემთან და გაიცნობთ იმასაც ესე. ჩემთან. გეგას დაბადების დღეზე მყავდა მე, ვინც უყურეთ ჩემ ვიდეოს. გეგას დაბადების დღეზე რო იყო ილია ხო გახსოვთ, მაგის დედიკო და ის ოჯახი არის ის, ვიზეც გთხოვეთ რომ გამოიწერეთ მეთქი. ძალიან ნიჭიერი და ძალიან ყოჩაღი ბავშვები არიან, ძალიან. პირველად ვხედავ მე ესეთ აქტიურ ბავშვებს და აი ყველაფერი რო გამოსდით. ძალიან მაგარი ბავშვები არიან. თათია ძალიან მაგარი გოგო, აი ჩემი მოსახელეა და როგორ გითხრათ, ფიქრობ რომ ჩემნაირია. ბოროტი არ არის და პირდაპირი, ანუ ჩემნაირი ხასიათებისას გულისხმობ. ძვირფასებო. მაგიტომ არის რომ გავუგე და მომწონს. ადვილად მიყვარდება ადამიანები, აი ძალიან ადვილად. ძალიან. ხო და ძალიან ადვილად კიდე მწყდება მე რაღაცებზე გული, მაგრამ თეთია ძალიან მომწონს. მართლა და რა ვიცი, თქვენ ზარინანებთ თუ გამოიწერთ არხს და უყურებთ, ძალიან საინტერესო ვიდეოები ექნება იქეთ. Facebook-ზეც მყავს ესენი მეგობრებში მე და იქ უფრო აქტიურები არიან და იქაც ბევრ რამეს ნახავთ.
ჩემი რამოდენიმე გამომწერი ხედავ და ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასებო, უღმესი მადლობა რომ გამოიწერეთ და კიდე უღმესი მადლობა Facebook-ზეც ვაწყდები ხოლმე კომენტარებს და თან თვითონაც მეკითხებით ათია შენ ყავხარ რომ მეგობრებში და ხო არ იცნობ და იქიდან გხედავთ რომ ჩემი გამომწერები და ჩემ სამეგობროში რო ხართ ისინი უკომენტარებთ ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა. ყველა რა თქმა უნდა ისედაც მათი შეყვარება არ გაუჭირდება ადამიანებს ისეთ კარგები არიან. მაგრამ ის გულს მიხარებს რომ ჩემიდანაც გადადიან. აი ასე. აი ეს ეხა შევწვათ ჩვენი კარტოშკა. იმდენი გარეცხილება გავფინე ხალხო წვიმის გარეც და გავფინე რა თქმა უნდა. ერთი ორ აქ ბავშვის ისინი დავალაგე. ასკები კალმას ზემოთ. გეტყვით ეხა. სულ გუშინდელებია ესენი. შეიძლება გუშინწინდელიც იყოს, მაგრამ ცეკვის დროს იქაც ვუცვლი ასკებს. იმიტომ რომ ძალიან მოუფლიანდებათ იმ ჩუსტებში და 1-2 მოკლედ გაჩვენებთ. ხო, არ ვიცი აქამდე მივწვდით თუ არა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ცალი მიდევს სუსტად. 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. 10 ცალი. 10 წელი. ვაიმე, ხახო დამახრჩობს აწი. всё, ეს რო ნახა. კარტოფილს ვწვავ. ნახე ზეთიც არ მაქვს. არ მიმთავრდება ზეთი არ გამხსენებია. არ მაქვს. დედიკო, გაიგე და მამიკო რომ მოვა. მე მოვატანინებ ზეთის. всё, აწი, ხო დაინახა ის და ითხოვს და ითხოვს აწი სპაგეტის. ეს ნეტა ამას ეყოს. იქ არ ვიყავი, გამავიწყდა ჯანდაბა. რომ მივალე იქ, ყველაფერი დამავიწყდება. დგევარ და ვფიქრობ მე. ამას მივეჩვიე ჩემი ძმიდან, მაგრამ მე თბილისში რო წავედი, იქ უფრო მივეჩვიე, იმიტომ რომ 5 თვე ყოველ ღამეს რო გაათენებ. არ ვიცი, ყველას თუ შეუძლია ეს, არ ამგონია, იმიტომ რომ ძალიან ჭირს ყოველ ღამე რო გაათენო. თან ისე არა გამჯდარი. მაღაზიაში მუშაობდი, ბევრჯერ მითქია, მაგრამ ყოველ ღამე ვიყავი მორიგე. ღამის 9-დან დილის 11 საათამდეც კი ვიყავი. ხო და წარმოიდგინეთ, როგორ ვიქნებოდი მე, თან დღე ისეთი ხმაური იყო მე ფინით სადაც ვიყავი, ჩემს დროს გამიმართლა და ძალიან დიდი მადლობა ხმებს, რომ მე ბინაში არ მიწერდა ბევრის გადახდა. რამოდენიმე ქალი ვიყავით და იმ ოთახში სადაც ვაღამები თუ ვათენები თუ მოკლედ ვისვენებდით, იმ ოთახში მიხდიდით 50 ლარს თითო ქალი.
750 ისა 350 ლარს ვიხდით. მოუმატა იმ ხალმა. ვინას და მე ერთის დამატება მოუწიათ და მაგიტო იყო რომ მე შევუსახლდი იქ ხალებს. მეგრელები იყვნენ უმეტესობა. ვაჭრობდნენ იქ ყველა. კი უყვირდათ ხო იცით მაინც ახალგაზრდა გოგო რომ ხამეებს ათენებდა რაღაცა უყვირდათ სიმართლე რომ გითხრათ. თან რამდენზე ხალხო 540 ლარზე. წამიგინ 540 ლარისთვის ყოველ ღამეს ვათენებდი და კიდე რომ მომპარავდნენ რამეს ისიც უნდა გადამეხადა. და სხვათა შორის მოდიოდნენ და ქურდობდნენ. კი. ქურდობდნენ. ძალიან ადვილად ქურდობდნენ, მაგრამ კიდევ კარგი რომ ჩემს დროს მოხდა მხოლოდ ერთხელ. აი, რას ქვია, როგორ ვინ რა უნდა მომპაროს, მეთქი, იმიტომ რომ ყველას კუთხეში დავყვებოდი და ეს გვევალებოდა. ხალხს არ მოსწონდა, მაგრამ თუ გინდათ მე ვეუბნებოდი, თუ გინდათ დირექტორსაც საელაპარაკეთ, ჩვენი მოვალეობა ზუსტად ეს არის. რომ ადამიანები რომ მოდიან, ანუ თვალყური უნდა ადევნო. და მე ერთხელ მახსოვს რომ გოგილო თუ ვიღაც რო არის ის რომ მიყავდა შოუ გახსოვთ ერთი პუტკუნა გოგო რო იყო თმა ხუჭუჭა სერიალშიც თამაშობდა ის გოგო და იმასთან პატარა ბიჭი რო იყო გოგილო რა ერქვა კაცო მაგას ეს დადიოდა იქ ჩვენთან და პირში მაქებდა ვაიმე რა ცეცხლივით მეგრელი გოგო ხატა ასე და ისე და ანუ არც მეცინებოდა მის სიტყვებზე და დიახ არ შევდიოდი კონტაქტში იმდენად როგორც სხვები აი ყველაფერზე რო იცინი ან რაღაცა მოკლედ უფრო სერიოზული ვიყავი ხებთან შედარებით და მაგიტომაც იყო რომ მხოლოდ ორს გაგვიფორმა ნინელი კონტრაქტი და ხოვდა კიდევაც რომ აი ზუსტად თქვენაირი გოგოები მჭირდება რამდენი გააგდო გოგოები იმიტომ რომ აი ერთ ამბავში იყვნენ რა ვიცი მახსოვს აქეთ მე მაცევრების კი ვინაცვლებდი ხოლმე რომ არ მინდოდა იქ მათთან ისეთ ამბავში იყვნენ და გეგას უნდა ეს ჩანგალი მახსოვს ერთხელ დამირეკა ნინელი იქ ტელეფონიც კი იყო და მეუბნება თათია რა ხარ იქეთ მიყუჟული და რა გინდა გეგას რო ჩუნდა მეტი არ არის ის ჩანგლები მორჩა ხო და ვუთხარი რომ თვითონაც ნახავ მეთქი ვიდეო თვალში ალბათ თვითონაც ნანახი გეკნება თქო მეტი არ არის შვილო არ არის დაიცა აგერეთ ხო და მეორე დღეს მე ბათუმიდან იყვნენ მე მგონი ის გოგოები გეგა what is that შუია მე ის გოგოები სამსახურში ხო და ეს და თამარი ვიყავით მარტო მე და ერთი კონსულტანტი კიდე ზოია 40 წლამდე იყო ეს გოგო ძალიან იყო და გოგო რა ბავშვები ყავდა ჩემი სიმაღლის ბავშვები ყავდა მაგრამ მაგარი ადამიანი იყო კარგი იყო მოკლედ ის რომ კარგად მახსენდება მიუხედავად იმისა რომ ერთადერთი ვიყავი რომელსაც არ ერიდებოდა არც შხური გინდა დირექტორთან თუ ისთანაც გინდა მართლა სულ ეგრე ვიყავი იმიტომ რომ არ შემეძლო მეუბნებოდნენ გოგოები რომ დირექტორმა გოდეცი ბევრჯერ დაგიწერეს მოდი მოისმინე აქ რაც დაგიწერეს წავშალე რომ არ გწყენოდა მე ანუ დიდი ბიჭიაო და უნდა ესმოდეს უკაც მაინც მე როცა რაღაცას ვაკეთებ ან ვსაუბრობ მაშინ მოუნდებათ ყველაფერი ამათ არ ესმის და რა ვქნა დიდი ბიჭია სიმართლით მარტო ხო და ის კი დამავიწყა ეგა всё დამავიწყე დედიკო ეხა რაღაცაზე ვსაუბრობდი
ხო, დირექტორიო, რო გეტყვისო, გოგოები მეუბნებოდნენ. თეთრზე შავიაო, შენც უნდა თქვა, რომ შავია. არა მეთქი, მე არ შემილია მასე თქო და მართლა აბა, მოვიდა ერთხელ ნინელი და მეუბნება. თათია, აბა რას მიკეთებდი წუხელ მთელი ღამე. ვაიმე, ესეთი ვარ. რას გიკეთებდი მთელი ღამე, არ დამჭირდა არ ვარ მეთქი და დავიჯერო, ეხა მაგას შენ არ უყურებდი თქო, იმიტომ რომ ყოველთვის გადევნებს თვალს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, აი, სუსტად ჩემნაირად იყო. ანუ ღამე იმასაც არ ეძინა მე მგონი. ხო და რომელი გაგიკეთებდა აბა იმდენ სიკეთეს წარმოიდგინეთ შუქი ჩაქრა. საერთოდ ყველგან ჩაქრა შუქი. აიც ვიდეო თვალი იყო, არც არაფერი. ხო? მარტო ჩვენს განკარგულებაში იყო და იმასავით არიქა ვინმე არ შემოვიდეს და რამე არ დაგვეკარგოს და ისევ ჩვენ არ დაგვეწეროს ამ მსგავს რაღაცებზე, ისე დარაჯობდით ამ იმას სუპერმარკეტს რო რა ვიცი. Yellow, Ali, yellow. That's all I got to talk about. It's got yellow. ყველას უყვირდა, იმიტომ რომ საერთოდ ფულს არავის არ აძლევდა, არავის. ხო და აი მე გოგოებს ვეუბნები, ეხა ის მეთქი. ნინელის რო უთხრა რომ წინასწარ მომცეს ცოტა ფული მომცემს მეთქი და ყველა აზრი არა აქო, არც ახვიდევა მითხეს. რას ქვია აზრი არა აქ, მჭირდება და აბა სხვანაირად ვერცად ვერ ვიშოვი მე ფულს აქ, არავინ არ მყავს მეთქი და ავედი ნინელისთან და არ მეთქვია რომ ვერ ვიშოვი ასე შემდეგ. უბრალოდ ფული მჭირდება მეთქი და ცოტა შეგიძლიათ რომ ეს ჩემი ხელფასიდან მომცეთ მეთქი რომ მე დამიქვითავ თქო და ხელში დამაკავა ფული. რამდენიც მე მჭირდებოდა. გოგოები ეგეთები მიყურებდნენ. იმ დღეს რა ამიყარა. და სხვათა შორის რო შევედი, ყველა გოგოები მე იმას მეუბნებოდნენ, აი ვიღაცა ის შემოვიდაო ეხაო. აი როგორ გითხრათ. მაგარი სვეტკი და რაღაცა ქვეკონეო ისე. არაფერი ისეთი არ ვიყავი, ჩვეულებრივად კლასიკურად მეცა, ანუ დიახ, კლასიკურად კაბა, პერანგი, ფუსლებიო. და რა ვიცი? გაუშვი თქვენი ხო დალიეთ, იმას გაუშვი, სად შეიძლება ბავშვებისთვის. არა, შენი. კარგად მახსენდება. და დალიე. თუ მომიწია ოდესმე მისლავი ნახულება ვახსენებ. ხო, დახუჭულიც მივაგნები ქაულობას. სადღაც ნომერიც კი მაქვს შენახული. თუ არ გამოცვალა ნომერი მაქვს შენახული. და წარმოიდგინეთ, ხამე ნათევი წამოვიდოდი. კიდე სხვაგან ვიმუშავებდი, 10 ლარს ავიღებდი. 4 საათამდე მუშაობდი, კიდე წარმოიდგინეთ. სწრაფკვებაში. 10 ლარს ვიღებდი ოღონდ 4 საათამდე. იმიტომ რომ უბრალოდ როგორც სტაჟიორი ისე ვიყავი. მე სხვაგან სწრაფკვებაში დავიწყე სამგორში მუშაობა. დიდუბეში დავდიოდი, მაგრამ სხვაგან დავიწყე მე. ხო და ეს აქეთ შემოთავაზა დიდუბეში უბრალოდ საჭმელად შევედით მე და ზოია და აქეთ შემოთავაზა იმ უფროსმა კაცმა სამსახური. მე გრილი გოგო მუშაობდა თანან. ძალიან მინდა ჩემი ის ჩემი კაფე მინდა ძალიან. პატარა, კოხტა. მინდა კაია. იცახი მინდა, მარა. ოდესმე. ფურამე, მექნება ბევრი. ფული. ავიხსენ ამას, მარა. დიდად იმედი მაქვს ხოთ ყვილი იქნება, მაგრამ მაინც ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ასე რომ იოცნებოთ მაინც, რა იცი რა ხდება. წავედი ახლა. აგემშვიდობებით მე. ხოდა მოვალე.
ხოდედა რა. Adalaçka geçiyor. იქეთ არ გაჭვევთ, აი აქ დაგსვამთ სამივეს. Adalaçka. Adalama gido. ბედნიერ დღეს მშვიდობიანსა პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. სამდენი ხანია კარტოფილი არ ჭამია მეც მინდა. Adalama gido.